გაატარეს ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით. მარტივი კითხვები და არაერთგვაროვანი პასუხები ITV მოსახლეობის გამოკითხვას აგრძელებს. ნახოთ, როგორ იქნება მოსახლეობის პასუხები მარტივ კითხვებზე. ვინ დაარსა თბილისი, კობა ხაბაზი, ვახტანგ გორგასალმა თუ აბო თბილელმა? რა თქმა უნდა, კობა ხაბაზმა. ვახტანგ გორგასალმა. ვინ დაწერა დედაენა? ზაქარია ფალიაშვილმა, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე ჯავახიშვილმა. კაცოდნი ჩქარება. ვინ დაარსა თბილისი, კობა ხაბაზმა, ვახტანგ გორგასალმა, აბო თბილელმა? არ ვიცი. თბილისი ვინ დაარსა? ვახტანგ გორგასალმა. არა. დედაენა ვინ დაწერა? იაკობ გოგებაშვილმა. სად მდებარეობს მდინარე ნილოსი, საქართველოს რომელ კუთხეში? რა? არ ვიცი. საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს მდინარე ნილოსი, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მთიანი აჭარა? სამცხე-ჯავახეთი. სად მდებარეობს მდინარე ნილოსი? აჭარა. აჭარა, მადლობთ. ვინ დაარსა თბილისი? კობა ხაბაზმა, ვახტანგ გორგასალმა თუ აბო თბილელმა? მე რა ვიცი, აბავი, მე ვიქტორ ამ თემაზე არაფერი არ ვიცი. რომელ კუთხეში მდებარეობს მდინარე ნილოსი? კასპიში კი თარტავს რა სადამე. სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მთიანი აჭარა? აჭარა. კასპში მდებარეობს? სად კასპში რომელს მეკითხება გამეც პასუხი? სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მთიანი აჭარა? რას მეკითხები მაგასა, მაგ სამეზე ვერ გავიგე მაგას. მდინარე ნილოსი სად მდებარეობს? ვინ სვანეთში? ვინ დაარსა? დავით გორგასალმა. როგორც გამოკითხვის შედეგებიდან აღმოჩნდა, თურმე საქართველოს დედაქალაქი კობა ხაბას დაუარსებია. იმასაც ამბობენ, რომ მის სამშენებლობაში გარკვეული წვლილი დავით გორგასალსაც მიუძღვის. დარწმუნებული ვარ, ბატონ კობას ჩვენი გამოკითხვის შედეგები ძალიან გაახარებს. ალბათ არც ისე ეცოდინება, რომ ქართველმა ერმა ის თანამედროვე გორგასლად შერაცხა. თუ ვსწრები გორგასალმა. ვინ დაწერა დედაენა? ფალიაშვილმა, ჯავახიშვილმა თუ თბილელმა? მაგდენი არ ვიცი. დედაენა ვინ დაწერა, არ იცი? არ ვიცი. ვინ დაწერა დედაენა, რა ვიცი მე. თბილისი ვინ დაარსა? ვეღარ გეტყვი. არ ვიცი გენაცვალე მე მაგის. აღმაშენებელმა დაარსა თბილისი? არ ვიცი. არ ვარ თბილისი. აუცილებელია თბილისელი იყო, რომ იცოდე ვინ დაარსა? ქართველი. დავით აღმაშენებელი. ვინ დაწერა დედაენა? არ ვიცი. საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს მდინარე ნილოსი? ზემო სვანეთში, ზემო აჭარაში თუ შუა კახეთში? არ ვიცი. გოგოებო, ვინ არის დედაენის ავტორი? ვინა გოგო დედაენის? ვაიმე, იაკობ გოგებაშვილი რამდენი? ის თუ იცი, ვინ დაარსა დედაქალაქი თბილისი? ვახტანგ გორგასალმა. ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? ვინ დაარსა? არ ვიცი. აკაური არ ვარ. ის თუ იცით, ვინ დაწერა დედაენა? არ ვიცი, აკაური არ ვარ. ვინ არის დედაენის ავტორი? ილია ჭავჭავაძე. აკაკი წერეთელი ხო? თუ იცით, ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? არ ვიცი. როგორც აღმოჩნდა, ქართული დედაენის ავტორი ილია ჭავჭავაძე ან აკაკი წერეთელი ყოფილა. თუ იცით, ვინ არის დედაენის ავტორი? არ იცი? არა. ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? ჩემისად მე არ არის. ვინ დაწერა დედაენა? ვინ დაწერა დედაენა? ილია. ბატონო? ილია. ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? დავით აღმაშენებელი. ხაბაზმა, აღმაშენებელმა თუ ფალიაშვილმა? სავარაუდოდ ვინ არ ნახეთ ახლა. არ ვიცი. თქვენ გეცოდინებათ, ვინ არის დედაენის ავტორი? აღმაშენებელი, გორგასალი თუ აბო თბილელი? აბო თბილელი. ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? კობა ხაბაზმა, დავით აღმაშენებელმა თუ აბო თბილელმა? დავით აღმაშენებელი. დებილები არ ორჩენა. ვახტანგ გორგასალმა. ვინ დაწერა დედაენა? იაკობ გოგებაშვილი. გაატარეს ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით.